მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. გაგიკვირდება და დღევანდელი ციტატა ასე ჟღერს: თუ გინდა იცოდე ვინ არის შენი მეგობარი, მოხვდი ციხეში. ამ ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ამერიკელი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი. ჩემს მთავარ სათქმელს გავაგრძელებ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა, შეგახსენებთ, რომ მინდა ცოცხალ რეჟიმში მქონდეს თქვენთან ურთიერთობა და ამის საშუალებას YouTube არ მომცემს, სანამ არხს არ ეყოლება 1000 გამომწერი. ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის და აქვე შეგახსენებთ, რომ წინა ეპიზოდში დაგპირდით, კვირაში ერთხელ შეგატყობინებთ ხოლმე, რამდენი ახალი ხელმომწერი ყავს არხს და ჩვენ გვეცოდინება, რამდენად ახლოს ვარ ან შორს ვარ მიზანთან. ალბათ მიხვდით, რომ დღევანდელი ციტატით მინდა გქონდეს საშუალება, რომ ვილაპარაკო სინდისის პატიმარზე, ანდრო ჭიჭინაძეზე და მის მეგობრებზე, მაგრამ თავიდან რამდენიმე წინადადებას ჩემს მეგობარზე გეტყვით. 2008 წლის 31 იანვარს მე უახლოესი მეგობარი მომიკვდა. ძალიან მინდოდა მეთქვა გარდამეცვალა მეთქი, ვიცი და დარწმუნებული რომ მართლაც გარდაცვლილია და სხვა სამყაროში აგრძელებს სიცოცხლეს, მაგრამ პირადად მე ჩემი უახლოესი მეგობარი მომიკვდა და ამ სასტიკ რეალობას ვერაფრით ვერ შევცვლი. ისეთი სულელური ამბავი მინდა ჩემ მეგობარზე გიამბოთ, რომ შეიძლება ამ ამბიდან არაფერი არ დაგამახსოვდეთ და ამ შემთხვევაში გული დამწყდება, იმიტომ რომ მე ჩვენი თითქმის 40 წლიანი მეგობრობის ბედნიერი დღეებიდან ეს დღე ყველაზე მწარედ დამამახსოვრდა. მის გარდაცვალებამდე 9 წლით ადრე ზაფხულში ჩემი დაბადების დღე იყო და მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ეს დღე სადღაც ბუნების წიაღში თბილისთან ახლოს აღგვენიშნა. მაშინ ჩემი მეგობრის დიაგნოზი უკვე მისთვისაც და ჩვენთვისაც ცნობილი იყო, მკურნალობდა და უამრავი რამ ეკრძალებოდა. უცებ ვხედავ ამ ჩემ დაბადების დღეს ეს ჩემი მეგობარი მოდის სახლში ჩემთან და მოაქვს უმძიმესი დიდრონი ბოთლები ყინულით სავსე. ჩემი მეგობარი ჩემი სახლიდან 15-20 წუთის სავალზე ცხოვრობდა და მოკლედ ეს ბოთლები გაუმზადებია და ასე ხელით მოიტანა ჩემამდე და მითხრა, რომ სადაც არ უნდა ვიყოთო, სტუმრებს ცივი წყალი დასჭირდებათო. ესე იგი, ამ ამბავმა საერთოდ არ გამახარა, პირიქით გული ჩამწყვიტა, იმიტომ რომ მეტისმეტად დამაზიანებელი იყო მისთვის ეს გადაწყვეტილება, ეს ქცევა და ჩემთვის კიდევ ნამდვილად იყო ძალიან შოკის მომგვრელი და ისეთი თავდადება იყო მეგობრის მხრიდან, რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა და არათუ არ მჭირდებოდა, ეხლაც გული მიღონდება ამ ამბავს რომ უყვები, მაგრამ მას სჭირდებოდა და ისე მსუბუქად მიმაღებინა ეს მისთვის ძალიან დამაზიანებელი ქცევა, რომ იმის შემდეგ ეს ამბავი ერთხელაც კი აღარ გვიხსენებია. მიმაჩნია თუ არა გამონაკლისად ჩემი მეგობრის და ჩემი მრავალწლიანი მართლა ძალიან ერთგული და ბედნიერი ურთიერთობა. არ მიმაჩნია. საქართველოში მრავალწლიანი ნამდვილი მეგობრობა არასდროს არ შეიძლება იყოს გამონაკლისი, იმიტომ რომ ეს როგორც წესი არის ნორმა. და ამ აზრის დასტურად მინდა გავიხსენო ბრენდის დიზაინერთან და რეჟისორთან ერეკლე ინაშვილთან 2 წლის წინანდელი ჩემი ინტერვიუ და იმ ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მეგობრობას ეხება. ერეკლემ გადაიღო ფილმი რუსთაველის ქვეყანა და როდესაც ამ ფილმზე ვსაუბრობდით, მე ვკითხე, მიაჩნია თუ არა, რომ შოთა რუსთაველის და ვეფხისტყაოსნის ფასეულობები დღემდე ცოცხალია საქართველოში და მან მითხრა, რომ დიახო, რა თქმა უნდა, ცოცხალია, იმიტომ რომ მაგალითად მეგობრობასო ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და მეგობრობა არის ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და შემდეგ მე მკითხა, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც მეგობრებმა შეიძლება ერთმანეთი ვარჩინოთ, ხომ ასია? და როდესაც დავეთანხმე მე, შემდეგ ასეთი რამ მითხრა, ციტატას აგიკითხავთ. ალბათ ამდენი საუკუნე რომ ვუყიჟინებთ ერთმანეთს ვეფხისტყაოსნის გმირების მეგობრობას და თავის დადებას ერთმანეთისთვის, ეს ჩვენში ილექება. დიახ, შოთა რუსთაველის დამსახურებაც არის, რომ
ამ ქვეყანაში მეგობრებს მართლა დაუკარგავთ თავი ერთმანეთისთვის, სამსახურები მიუტოვებიათ, ცხოვრებაც კი შეუცვლიათ, პრობლემურ სიტუაციაში გაჰყოლიან ერთმანეთს. თავდადების ელფერი ყოველთვის დაჰკრავს ჩვენთან მეგობრების ურთიერთობას. ციტატის დასასრული. ერეკლე გერმანიაში ცხოვრობს, იქაური მეგობრობის ამბავით იცის, აქაურიც და ინტერვიუში ადარებს ერთმანეთს, თქვათ აი ამ კულტურულ თავისებურებას. აღა მინდა რომ ანდრო ჭიჭინაძეზე და მის მეგობრებზე გითხრათ, რა მიკვირს და რა არ მიკვირს მათ მეგობრობაში. მეგობრების თავდადება ანდროსთვის საკუთარი ღირსების და ანდროს ღირსების დასაცავად ბრძოლა ეს არ მიკვირს თუნდაც იმის გამო რაც აქამდე ვილაპარაკე, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ურთულეს დროში ვცხოვრობთ და სამსახურზე ნებაყოფლობით უარის თქმა პირადად ვიცი ჩემი გამოცდილებიდან რამდენად ძნელი გადაწყვეტილებაა. და როცა მეგობრის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, მეგობრის მიმართ პასუხისმგებლობა გიბიძგებს, რომ მისი ღირსების დასაცავად შენთვის ძალიან დამაზიანებელი და საშიში ნაბიჯები გადადგა, არა მარტო გიბიძგებს, არამედ აკეთებ ამას რეალურად, ხო? მაინც მიმაჩნია ეს განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ არ მიკვირს. ალბათ უფრო საინტერესოა რა მიკვირს ანდროს მეგობრების გადაწყვეტილებაში, რომ მიატოვონ და არ ვიცი დროებით თუ სამუდამოდ თავის ხელით დაანგრიონ ის სივრცე, რომელიც მათთვის სახლივით იყო, მათი თეატრი იყო, რა თქმა უნდა, ახალ თეატრს გულისხმობ, რომელიც პირადად ჩემთვის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, ასე მიმაჩნდა ყოველთვის. და აი მართლა მიკვირს ის რაც ხდება ეხლა ანდროს თავს და გეტყვით რატომ მიკვირს, იმიტომ რომ ცნობილია ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი აქამდე რომ თეატრი არ არის სამეგობრო სივრცე. თვითონ რეჟისორებს და მსახიობებსაც არაერთხელ საჯაროდ დაუდასტურებიათ რომ იქ რთული შემოქმედებითი ბუნების ადამიანები არიან თავმოყრილი და მათ შორის შეჯიბრიც სხვანაირია, თითქოს ინტრიგისთვის, შურისთვის მეტი ადგილი არის და ძალაუფლების დინამიკა ხო ეს თეატრს არსებითად ახასიათებს. ორი კონფლიქტი არის თეატრში ბუნებრივი, ერთი მხრივ ეს არის ძალაუფლების და თავისუფლების კონფლიქტი და მეორე ეს არის დისციპლინის და თავისუფლების კონფლიქტი. და მთელი ეს შეჯახება, მთელი ეს კონფლიქტების სისტემა არა მეგობრულ და არა სამეგობრო სივრცედ აქცევს თეატრს. ყოველ შემთხვევაში მე ამ წარმოდგენების ტყვეობაში ვიყავი აქამდე, შეიძლება არასწორი წარმოდგენები იყო, მაგრამ ასე ვიცოდი მთელი ცხოვრება და უცებ ხედავ ანდრო ჭიჭინაძის მიმართ თავდადებას, როგორც მისი თეატრის რეჟისორების მხრიდან, ასევე მსახიობების მხრიდან და ასეთი ერთსულოვანი გაჯიუტება თავდადებაში, მეგობრობაში, სიყვარულში, ადამიანობაში ნამდვილად მიკვირს, იმიტომ რომ ეს ხდება თეატრის წიაღში. მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ვფიქრობ, რომ ახალმა თეატრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, რომ ნერგავდა ღირებულებებს და რომ რაღაცა ზრდიდა საზოგადოებას და მათში ზრდიდა პროტესტის განცდასაც და თქვათ სიმართლისთვის და ქვეყნისთვის ბრძოლის უნარსაც. ახლა თვითონ ანდრო ჭიჭინაძეზეც ვიტყვი, პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია, რომ მის თავს ეს მომხდარიყო, რაც ხდება, თითოეულ წლების განმავლობაში არ ეჩვენებინა პატიოსნების და მეგობრებისთვის თავდადების მაგალითი. მჯერა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. დაპატიმრებამდე რა ვიდეოებიც ვიცით, იმ ვიდეოებში ჩანს, რომ ანდრო ზრუნავდა აქციის მონაწილეებზე ურთულეს მომენტებში. ეს არის ფაქტი და ამას ჩვენ თვალით ვხედავთ. დაპატიმრების შემდეგ რასაც ვხედავ ანდროს პრინციპულობას, ვხედავ მის ღირსებას, სხვათა შორის მიტევების უნარს, რომელიც ასევე ღირსების ნაწილი არის. და
მაინც ის ფაქტი, რაც მე ყველაზე მეცნიერება ამ დროზე არ უკავშირდება არც პირდაპირ თეატრს და არც პირდაპირ პატიმრობას, ეს უკავშირდება ადამიანობას. და ახლა გეტყვით რას გულისხმობ, 2022 წელს ანდროს და მის მეგობრებს შეუქმნიათ ფონდი, რომელსაც ქვია სიცილის თერაპია და ამ ფონდში თავმოყრილები არიან ექიმი ჯამბაზები და არტ თერაპევტები. რატომ არიან ისინი? ისინი არიან იმისთვის, რომ ონკოლოგიურ და პალიატიურ ავადმყოფ ბავშვებს თავისი ეს მძიმე ხვედრი შეუმსუბუქონ და მათთან მუშაობენ ფსიქოლოგიურად და ემოციურად მათ გასაძლიერებლად. აი წარმოიდგინეთ ანდრო ჯამბაზის ფორმაში, ჯამბაზის როლში, როგორ მიდის ამ ბავშვებთან და ყველაზე ცუდ ხასიათზე მყოფ ბავშვებს, ყველაზე მძიმე ფიზიკურ კონდიციაში მყოფ ბავშვებს ავიწყებს ტკივილს, ამხიარულებს, მათ აბრუნებს სიხარულში და ამას აკეთებს არა მარტო თვითონ, არამედ ირგვლივ იკრებს ადამიანებს, რომ ეს სიხარული, ეს ტკივილების დაცგუნვა დავიწყება, რაც შეიძლება მეტად გაამრავლოს. და მე მართლა ვერ წარმომიდგენია ადამიანმა ამაზე მეტი სიკეთე რა უნდა გააკეთოს და ამაზე დიდი კეთილშობილება რა უნდა გამოავლინოს. ხო და დღეს რომ დავუბრუნდეთ ჩვენ ციტატას, როგორც ჩარლზ ბუკოვსკი ამბობს, თუ გინდა რომ იცოდე ვინ არის შენი მეგობარი, მოხვდი ციხეში. ეხლა მეც მინდა ჩემი მხრივ დავამატო. ძვირფასო ანდრო, თან თუ ციხეში მოხვდები საქართველოში, სადაც მეგობრობა ნორმაა, თან თუ ციხეში მოხვდები მაშინ, როდესაც შენ თეატრში შეძენილი გყავს უძვირფასესი და შენთვის თავდადებული მეგობრები, თან თუ პარალელურად ისეთ საქმეს ხარ შეჭიდებული, რომელიც არის ადამიანობის მწვერვალი, ეჭვი არ მეპარება, რომ როცა ციხეს დატოვებ, გარეთ ბევრად მეტი მეგობარი, ნამდვილი მეგობარი დაგხვდება, ვიდრე გყავდა, ან ვიდრე წარმოგედგინა, რომ ოდესმე გეყოლებოდა. დღეს ამით დავასრულებ ჩარლზ ბუკოვსკის ციტატაზე ლაპარაკს, ამ ციტატის კომენტირებას. დაგემშვიდობებით ხვალამდე და მთელი გულით კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი ციტატა. ეს ჩვენ ბევრად უშუალო ურთიერთობისკენ გაგვიხსნის გზას. ასევე რა თქმა უნდა გთხოვთ, რომ თუ ამ გადაცემამ დაიმსახურა, არ დაგავიწყდეთ მოწონება და ასევე მინდა რომ მომწეროთ მეგობრობის და მეგობრების შესახებ თქვენი გამოცდილება. ახლა დაგემშვიდობებით და დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.